ჩვენ დავბრუნდით ეთერში გუბას სანიკიძე ეროვნული ფორუმის ლიდერია ჩვენთან სტუმრად. საღამოშიდობისა ბატონო გუბას, მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლა მე ხელთ მაქვს თქვენი განცხადება, რომლის მიხედვითაც ივნისში გაქვთ, ივნისის ბოლოს გაკეთებული ეროვნული ფორუმის შესაძლოა პარლამენტს მიღმა დარჩეს. ასეთი რამ გაქვთ ნათქვამი. ასევე მაქვს უფრო ოპტიმისტური განცხადება ანი მირუტაძის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემას არ განვიხილავთ პარტიაში. ის პირველი განცხადება ვინ გააკეთა? თქვენ გაქვთ TV პირველის ეთერში, ანუ აქ გაკეთებული. ხო? დიახ. აი არა, შეგაცენით. პარლამენტს მიღმა მარტო ფორუმი გერ შეიძლება ყველა აღმოჩნდეს. კი, თუნდაც აი უფრო ვრცელ მას მოგცემდით კონტექსტს, მაგრამ ნუ ეს ნათქვამი გაქვთ, ჩვენი ციტატა. ალბათ. კარგით, მოდით ჩვენ ვთქვათ, ავანებოთ თავი ამას, ახლა რა პერსპექტივას ხედავთ საკუთარი პარტიისთვის ალიანსების გარეშე, იმიტომ რომ აშკარაა რომ ბლოკებად დაჯგუფების პერსპექტივით პარლამენტში შესვლა უფრო ესეთი არა რეალური. მე გეტყვით ჩვენ რა მინუსები გვაქვს და რა პლუსები გვაქვს. ახლა ამოცანა პოლიტიკური ჯგუფის არის რომ მინუსები მაქსიმალურად გაანეიტრალოს და მაქსიმალურად წამოწიოს პლუსები. ავიწყებ მინუსებით. მინუსი არის ის რომ ჩვენ არც დრო და არც სივრცე საკმარისი არ აქვს. გვიან გამოვედით ჩვენ ანუ საკმაოდ არც თუ ისეთ დიდი ხანია, რაც ჩვენ ცალკე სუბიექტად დავფიქსირდით, ახლა ამას სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ქონდა. კოალიციის რიგები ჩვენ დავტოვეთ რამოდენიმე თვე არის, ხო, აპრილის დასაწყისში დავტოვეთ. ბუნებრივია, სივრცე და დრო მანდამაინც ბევრი არ აქვს. ეს გარკვეულწილად მინუსი არის, თუმცა თვლით რომ მაინც აგვაქვს ჩვენ დრო და იცით ალბათ თქვენ და ტელემაყურებლებმაც რომ არჩევნების რეალური ხნოვანება არის ბოლო 40 დღე. 2 თვე 40 დღე არის, როცა განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. და დარწმუნება, მოსახლეობის დარწმუნება ჩვენ სიმართლეში და ჩვენს გულწრფელობაში. რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ამას. პლუსად ჩავთვლი იმას, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციები გვყავს, შენარჩუნებული იქნა ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურები, ამაში ლომის წილი მიუძღვის კახაბერ შარტავას და რეზო შავიშვილს, რომლებმაც არც პარლამენტში მიიღეს ადგილები, იცით თქვენ არ ყოფილან ისინი დეპუტატები და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაუკავებიათ პოსტები. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ისინი იყვნენ პარტიულ სტრუქტურებს აყალიბებდნენ, აძლიერებდნენ და ინარჩუნებდნენ სხვათა შორის. ვფიქრობ, რომ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პიროვნული რესურსი, ჩვენ ლიდერის რესურსი, იცით თქვენ რომ კახაბერ შარტავა დიდი ხანი არ იყო რამოდენიმე წელი პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ბევრმა ის ჩათვალა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, ტელევიზორში ხშირი გამოჩენა არ ნიშნავს პოლიტიკიდან წასვლას, პირიქით ნიშნავს ხანდახან. თვლით რომ ისი რესურსი გამოყენებული იქნება, ალბათ ამ თვის ბოლოს ჩვენ უკვე პრეზენტირებას გავაკეთებთ ციის, პროგრამის და ასე შემდეგ და ალბათ უფრო ინტენსიურად დაფიქსირდება ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ის პლუსები, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მოკლედ მარტო გადიხართ ეს გადაწყვეტილია, თუ კიდევ შეიძლება აი ბოლო 40 წლის თეორიაში ყველაფერი არსებობს. სხვათა შორის ეს ჩვენი განსასაზღვრე არ არის, რა ვითარება შეიქმნება ქვეყნის შიგნით. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის გარეთაც შეიძლება ისეთ ვითარებები შეიქმნას, რომ პარტიული ინტერესების ისე უკან გადაწევა მოგვიწიოს და საერთო ეროვნული ინტერესების წამოწევა მოგვიწიოს. მე არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი ხიფათები გველოდება, თუმცა გამორიცხული არავინ არ არის, არც ერთ სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს, მაგრამ დღეის მონაცემებით და მე როგორც ჩემი პოლიტიკური ალღოთი ვარაუდობ, ალბათ ჩვენ მაინც ცალკე გავალთ. შევეცდებით, რომ ჩვენი ამორჩეველი დავარწმუნოთ პირველ რიგში ჩვენს გულწრფელობაში. გადაწყვეტეთ, რომ ტესტი მოიწყოთ, მოკლედ ასეც გამოდის. თუ ბუნებრივია, იმიტომ რომ ფორუმი 10 წლის ხდება წელს, ფორუმი საკმაოდ ძლიერი და იერარქირებული და სტრუქტურირებული ორგანიზაცია იყო და დღესაც ასეთი არის. თუმცა ჩვენ ყოველთვის საერთო საქმიანობაში ვიღებდით ყურადღებას მონაწილეობას. ცალკე კენჭისყრაში ჩვენ ფაქტიურად არ მიგვიღია მონაწილეობა, ამიტომ გარკვეულწილად დათვალიერებაც გვინდა ჩვენი შესაძლებლობების. ახლა რამდენად მართლები ვართ და თუ მართლები ვართ, კიდევ რამდენად დავარწმუნებ ჩვენ სიმართლეში ქართულ ხალხს, იმიტომ რომ განაჩენს მაინც გამოიტანს ქართველი ერი.
აი ეხლა დღეს გავრცელდა ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის ესეთი მოსაზრება და განცხადება შეიძლება დავარქვათ უფრო რომ ზვიად ძიძიგურის გარდა ქართული ოცნების სიაში სხვა პარტიებიდან კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი იქნება. როგორც ჩანს ბლოკი არ იქნება, ოცნებას არავისთან არ იქნება, მაგრამ ლიდერებს, ვისთანაც ითანამშრომლეს, მათ სიაში ჩასვამენ. აი რატომ ვერ მოხვდა, თქვათ გუბასანიკიძე ამ კატეგორიაში ცუდი პარტნიორი იყო? არა, მაგაში ვერ მოხვდა, როგორ უნდა მოხვედროდე, ახლა ფორუმი გავიდა და მე ფორუმის ლიდერი ვარ და ხო შეიძლებოდა რომ თქვათ გადის კონსერვატორებიც აღარ იქნებიან, მაგრამ კონსერვატორების ლიდერი ხდება სიაში. აი ეს რა რატომ ვერ მოხვდა? ეგ არის ტაქტიკის საკითხი არის, ახლა ჩვენ ვიყავით კოალიციას, სხვათა შორის ჩვენ გვქონდა დაუწერელი კანონი, ერთმანეთის საქმიანობაში არ ვერეოდით, და სხვათა შორის არც დღემდე არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში. კოალიციის ყველა სუბიექტმა აირჩია თავისი ხედვა რა, როგორ უნდა გააგრძელოს. ახლა კონსერვატორებმა ჩათვალეს, რომ ოცნებასთან ერთად უნდა დარჩნენ, თუმცა ორგანიზაციულად ისინი არ რჩებიან, ეს არ არის ბლოკი უკვე. ხო, პიროვნულად დარჩნენ. ახლა ჩვენ გადავწყვეტეთ გამოსვლა, ხო? რახან გამოვედით, ამიტომ გამოვედით სულ ყველა ახლა. ჩვენთვის არც არავის არ შემოუთავაზებიათ და რო შემოეთავაზებიათ, ახლა არავინ არ დაეთანხმებოდა ამას, ბუნებრივია, ხო, ახლა აფერი ისეთი არ არის, გამოცანა არ არის და არც რებუსი არ არის. მოგეთ ეს თქვენთვის ხელსაყრელი პოზიციონირება არ იქნებოდა ამ ეტაპზე. არა, რა თქმა უნდა, ახლა გამორიცხული ახლა მე პირადად ახლა თქვენ ახლა მე მეკითხებით ახლა მე პირადად მე მარტო ჩემ თავს არ ვეკუთვნი ახლა მე ვარ პოლიტიკოსი, რომელმაც იცის გუნდური თამაში, ხო? გუნდური თამაში თუ არ იცის პოლიტიკოსმა ახლა ის საკუთარი გუნდი არსებობს, ჩემი სახლი, პოლიტიკური სახლი არის ეროვნული ფორუმი, მე ამ პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ და ჩემთვის ძალიან ძვირფასია ახლა და თანაც მიმაჩნია ახლა შეიძლება სუბიექტური ვიყო, ისევე როგორც ყველა ნებისმიერი ადამიანის სუბიექტური არსებაა, ხო? მე მიმაჩნია რატომღაც რომ ეროვნულ ფორუმს გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და მეტი გამოცდილება აქვს და მე უფრო მეტი სერიოზული ხედვები აქვს ქვეყნის განვითარებაზე ვიდრე დანარჩენ სხვა პარტიებს. ამით კეთდება არჩევანი, ხო, ყოველთვის ახლა. მოდით აი დავსვათ კითხვა ასე, რა იდეოლოგიას მიცემს ხმას ქართული ამორჩეველი, ეს მე წინა სტუმარსაც დავუსვი, ირმა ინაშვილს, თუ კი გაიმეტებს თავის ერთ საარჩევნო ხმას, ახლა ჩვენი ერთი მაყურებელი თქვენთვის. იდეოლოგიას რას ვეძახით, ეს ძალიან ისეთი ხედვას, პრინციპებს. საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, ვინც გაითვალისწინებს ამას, ჯერ ერთი არის რომ სწორად შეფასდეს, რა არის საქართველოს ინტერესი, როგორც სახელმწიფოსი, ხაზს უსვამ როგორც სახელმწიფოს. და ამ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, განვითარებისთვის, მომავალი პერსპექტივისთვის, ვინც უფრო სერიოზულ არგუმენტებს დაალაგებს და რაც თავარია, ძალიან მნიშვნელოვნად შემოდის უსაფრთხოების საკითხი. გარდა სოციალური საკითხებისა, შემოდის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენმა ამორჩეველმა ერთი რამე უნდა დაინახოს რა, თუ არ იქნება უსაფრთხოება ქვეყნის, არანაირი სოციალური პროექტები არ განხორციელდება და დარჩება დაპირებებად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ განვითარებას განსაზღვრავს სიმშვიდე და უსაფრთხოება. ფორუმი ამ საკითხში არის თუ ყველაზე მეტი არა, ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური პარტია საქართველოში და გამოცდილი ადამიანებით. დაკომპლექტებული და ჩვენ კონკრეტული ხედვები გვაქვს საქართველოს როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოება და ხვალინდელი დღე როგორ უნდა განვითარდეს ეს პრობლემა. რა კონტექსტში ხედავთ, რა თქმა უნდა ეს ძალიან ვრცელი საუბრის თემაა, მაგრამ მაინც აი რომ ჩამოგვიყალიბოთ თუ შეიძლება. ძალიან მოკლედ. უსაფრთხოება ვისთან ერთად, სად, როგორ, რა პერსპექტივით? რამდენადაც ჩვენი ფორმატი ახლა დრო არა გვაქვს, ბევრი და ალბათ ისევ მომეცემა მე ამაზე ალბათ ცალკე თემა იქნება. ალბათ დისკუსიებიც გვექნება ჩვენ. პირველი და უმთავრესი საკითხი ფორმულა ეროვნული ფორუმისთვის არის ის, რომ რა ფუნქცია უნდა ქონდეს ქართულ სახელმწიფოს. თუ ეს არ გავარკვიეთ ჩვენ და თუ არ გავარკვიეთ ჩვენს მოსახლეობასთან და ჩვენს ქართულ ამორჩეველთან ერთად და ზოგადად ქართულ ერთთან ეს თუ არ წამოვწიეთ და ეს თუ არ გავარკვიეთ, ტყუილია სულ ყველაფერი. ახლა ეს გარკვეული არ არის. არ არის გარკვეული, საქართველოს დღეს როგორც სახელმწიფოს ფუნქცია არ გააჩნია. რა ფუნქცია შეიძლება ქონდეს საქართველოს? მე ასე დავსვათ საკითხი. საქართველოს აქვს სერიოზული გამტარის, დამაკავშირებელის, პოზიტიური გამტარის ფუნქცია დღევანდელ რეგიონში და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოში. ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე, დღესაც შემიძლია ვისაუბრო, ხვალეც ვისაუბრებ. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს პოტენციალი იყოს პოზიტიური გამტარი
იმ პროექტების და იმ პრობლემების გადაწყვეტის, რაც დღევანდელ მსოფლიოში არის და განსაკუთრებით რეგიონში და ის საფრთხეები ვიწროვდება, ნინო, ალბათ თქვენ შეამჩნევთ, აგერ რამოდენიმე საათის წინ გამოცხადდა, რომ ჩვენი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანი უკვე სამიზნედ გამოცხადდა. ისლამური სახალიფო სამიზნედ გამოცხადდა. ძალიან სერიოზული პროცესები მიდის რეგიონში. იგივე რუსეთისა და თურქეთის დაახლოვება, ისევე ირანის როლის გაძლიერება, რელიგიური დაპირისპირებები, დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ურთიერთობები. მე გეუბნებით როგორც სპეციალისტი და ადამიანი, რომელიც საკმაოდ ჩახედულია, თუ ყველაზე უფრო მეტად არა ქართულ პოლიტიკაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ინფორმირებული ადამიანი ამ მიმართულებებში, უსაფრთხოების მიმართულებებში, სამეზობლო ურთიერთობებში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანი გეუბნებით, რომ საქართველოს აქვს როგორც საფრთხეები, თუ ჩვენ ხელს არ გავანძრევთ და ასე გავაგრძელებთ, გორავს, თუ ჩვენ მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და გარკვეულ სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ, ზოგ ნაბიჯზე შეიძლება ღიად ლაპარაკი, ზოგზე არ შეიძლება ლაპარაკი, იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოებებზე ლაპარაკი. მე ვთვლი, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული პერსპექტივები გაუჩნდება. ბატონო გუბას, აი რამდენადაც ვჭირდებთ, ერთი შეიძლება საოცარი ამბავი გითხრათ ბევრისთვის, თუმცა თქვენთვის ნამდვილად არ იქნება საოცარი, რამდენადაც ვჭირდება ჩვენ დასავლეთის მხარდაჭერა. მით უფრო ძალიან იზრდება და საქართველოს ძალიან დაჭირდება დასავლეთს. ეს გამოჩნდა კიდევ ბოლოს უკვე ჭირდება მერწმუნედ და არა მარტო დასავლეთ ჭირდება, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთსაც ძალიან ჭირდება უკვე, თურქეთსაც ძალიან ჭირდება და სხვა ჩვენ სარგებლის მიღება თქვენ ფიქრობთ უფრო მეტი შეიძლება ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა. ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობას მე მაინტერესებს, აი სწორედ ამ ხედვების გამო, როგორც ჩანს აქცენტი თქვენი განსაკუთრებით იქნება ამ მიმართულებაზე უფრო მეტად, როგორც მე მივხვდი, ვიდრე თქვა სოციალურ თემებზე. მე მაინტერესებს ვინ არის სოციალურზე ჩვენ სერიოზული გვექნება, ოღონდ არ იქნება დაპირებები ფუჭი, ახლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ აი უბასანიკიძე შენ არ იყავი, რომ პირდებოდი მე პირდებოდი იმას, რასაც პირდებოდა მთელი კოალიცია. არც ზედმეტი და არც ნაკლები. თუ პენსიის კონკრეტულ რაოდენობას დიახ, რაც შეეხება დღეს ახლა ჩვენ ცალკე დიახ, რაც დღეს ჩვენ ვართ თავისუფალი არჩევანში, ჩვენს არჩევანში, პროგრამულ არჩევანში, ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამულ ნაწილს წარმოგიდგებთ, ეკონომიკურს, სოციალურს. სხვათა შორის ამაში ყავს ჩვენ ძალიან სერიოზული სპეციალისტები, ეს არის ბატონი რევაშავიშვილი, ეს არის ბატონი გიორგი ხეჩინაშვილი, სოციალური პროექტების საერთაშორისო ექსპერტია, იცით ალბათ ამის შესახებ ჩვენი დეპუტატი, ამიტომ ფორუმს ექნება ყველაზე რეალისტური ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური მიმართულება ამ საკითხში. ვის განიხილავთ თქვენი სეგმენტის შიგნით კონკურენტებად? აი, ხმებს ვინ გიყობთ ან ვის უყობთ? ერთ საინტერესო რამეს გეტყვით. არავის არ განვიხილავთ ჩვენ და სხვებსაც მინდა უთხრა, რომ ფორუმის ამორჩეველიც ჩვენც ისენიც ნუ ჩათვლია, რომ ჩვენ ვინმეს კონკურენტი ვართ. ჩვენი ამორჩეველი გვეყოლება, გვყავდა და გვეყოლება აუცილებლად ეს არის ეროვნულ იდეაზე ორიენტირებული საქართველოს მოსახლეობა, გულისხმობ არა მარტო ეთნიკურ ქართველებს, არამედ გულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს. თუმცა აი ამ თვალსაზრისით რაღაც დაახლოებით რაღაც იდეურად ზოგადი ფრაზებით შესაძლოა ირმა ინაშვილსაც არ ქონდა განსაკუთრებით განსხვავებული პოზიცია იმუშავებთ მათი ამორჩევლის გადმობირებაზე. მანაც თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა, ძალიან მარტივი საკითხია, ადამიანების ქვეყანა. მე ახლა ირმას არ გულისხმობ, მე ირმას ძალიან დიდ პატივს ვცემ, სხვათა შორის ირმა მებრძოლი გოგოა და მე ვიცი მისი ბიოგრაფია, იგივე აფხაზეთის ომის დროს რას აკეთებდა ისა, ამიტომ ყველას გავახსენებ ამას. მაგრამ რა შეეხება ახლა პატრიოტების იდეებს, არის საკითხები, სადაც ჩვენ პრინციპულად ვერ დავეთანხმებით და შემდეგ როცა გვინდა ერთია სურვილი, როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ყველას გვინდა რომ იყოს კარგი. გვინდა ბედნიერი ცხოვრება, უსაფრთხო ცხოვრება, მაგრამ მთავარი საკითხი არის როგორ როცა იდეოლოგიებზეა საუბარი, მემარჯვენეობაზეა, მემარცხენეობაზეა საუბარი, ხო და ეს ძალიან პრინციპული საკითხია.
ძალიან პრინციპული საკითხია, როგორი ორიენტაციის უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. ფორუმი კაცრად მემარჯვენე პარტია არის. ეროვნული ინტერესების დამცველი მემარჯვენე პარტია არის. ამიტომ ჩვენ ვერ გამოუღრებთ ჩვენ პროგრამაში პოპულიზმის რაღაც სურნელს. ვერავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტი არ არის უზღვავი, არ არის უკიდეგანო, ამიტომ ჩვენ სხვა მიმართულებებით ვივლით ამ მიმართულებით და ჩვენ გვექნება ალბათ საშუალება პრეზენტაციაც მოხდება ჩემზე გაცილებით უკეთესად წარმოადგენენ ბატონ რეზო და ბატონი გიორგი ამ საკითხს. დიდი მადლობა. გუბასანიკიძეს ეროვნული ფორუმის ლიდერს, რომელიც პასუხობდა რვიანის შეკითხვებს. ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს, რეკლამის შემდეგ გოგა ხაჩიძე